რუსთაველის გამზირიდან უნდა ჩავხვდეთ ჩვენი ჟურნალისტი შალვა სუმბაძე, სადაც მიმდინარეობს აქცია 22 საათიდან და ბოლო ინფორმაციით ჩაგვერთვება მოამბი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში. შალვა, მოგესალმები და გისმენთ. მოგესალმებით, ზუსტად 12 საათზე, ანუ დაახლოებით 1 საათში უნდა დაიწყოს ოფიციალურად სიტყვით გამოსვლები. ხმის გამაძლიერებლები აქ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დროას წარმომადგენლებთან ერთად მოიტანეს და უკვე როგორც ხედავთ, პაატა ბურჭულაძემ დაიკავა მიკროფონი, რომელიც ამ წუთებში გეგმავს რომ მიმართოს აქციის მონაწილეებს. ჯერჯერობით არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რა იქნება კონკრეტულად ამ მიმართვის ტექსტი. შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვივარაუდოთ იმ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ 31 მარტს აქციაზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, პაატა ბურჭულაძემ და ნადიმ ხმალაძემ განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციასთან ერთად არ აქვს რაიმე კონკრეტული მიღწევის შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ დააანონსეს, რომ 8 აპრილს აქ გაკეთდებოდა კონკრეტული გეგმის შესახებ განცხადება. სავარაუდოდ 12 საათზე უნდა ველოდოთ სწორედ ამას, რომ პაატა ბურჭულაძე ხმის გამაძლიერებლებით, რომელიც აქ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა ერთობლივად მოიტანეს, გააკეთებს საკუთარ განაცხადს და გააჟღერებს ალბათ გეგმას, რას აპირებს კონკრეტულად იმისათვის, რომ როგორც თავად ამბობს, აქციებმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. უკვე 4 საათზე ასევე პაატა ბურჭულაძეს დაანონსებული აქვს, რომ აქ აქციის მონაწილეებთან ერთად დადებს ფიცს. ამ ფიცის ტექსტიც ამ დროისთვის არის უცნობი, თუმცა როგორც მან განმარტა, ასე ვთქვათ, ამ ფიცის მიზანი არის, რომ ერთგულება შეჰფიცონ ერთმანეთს. ჩვენ ვცადეთ ბუნებრივია პაატა ბურჭულაძესთან დეტალების დაზუსტება, თუმცა მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება აქ მოსულ სხვა პოლიტიკოსებს, ისინი განმარტავენ, რომ დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ დღეს უკავშირდება, რომ აქ არიან და უფრო ზუსტად ხვალინდელი დღე 9 აპრილი და სწორედ ამიტომ ისინი აპირებენ, რომ აქ იყვნენ გათენებამდე, თუმცა როდესაც მათ დავუსვით კითხვები ფიცის დადების შესახებ, მაგალითისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ლევან სანიკიძეს, მან განმარტა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, აქცია გრძელდება რუსთაველის გამზირზე. აქ იმყოფებიან როგორც ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას 28 ნოემბრის და ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას, ასევე აქ მოდიან ჩვეულებრივი ადამიანები, მოქალაქეები, რომლებსაც მოაქვთ ტიტები და სანთლით ამკობენ 9 აპრილის მემორიალს და ამგვარად გამოხატავენ პატივისცემას 9 აპრილის დაღუპულების მიმართ. დღეს 9 აპრილი დგება და ბევრი სასაუბროა თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, ამ ქვეყნის მომავალზე. ბევრი სათქმელი აქვს პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, ბევრი სათქმელი აქვს სამოქალაქო აქტივისტებს, 9 აპრილის მონაწილეებს. სიამოვნებით მოვისმენ მათ გამოსვლებს, იმიტომ რომ თავარი არის ჩვენი საქმით და სიტყვით დავამტკიცოთ ის სიმართლე, რასაც 1989 წლის და 91 წლის 9 აპრილები ემსახურებოდა. ამ წუთისთვის ხმის გამაძლიერებლისგან გვესმის მხოლოდ და მხოლოდ მუსიკა. უკვე დაახლოებით 1 საათში, როგორც გითხარით, დაანონსებულია, რომ დაიწყება სიტყვით გამოსვლები, თუმცა ვინ მიმართავს აქციის მონაწილეებს კონკრეტულად ჯერჯერობით უცნობია. ერთადერთი ვიცით, რომ ეს იქნება პაატა ბურჭულაძე, რომელიც სავარაუდოდ თავის სამომავლო გეგმებს დაანონსებს. მადლობა, შალვა სუმბაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.